ეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო სტუდიაში თეაშველიძე მუშაობს მოგესალმებით. ბოლო დროს გაკეთებული პესიმისტური პროგნოზის მიუხედავად ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ფისკალური თვალსაზრისით პრობლემებს გამორიცხავს. ამის შესახებ ნოდარ ხადურმა მთავრობის ახალი პროექტის საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის პარკებში ჟურნალისტებთან პირველი შეხვედრისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 6% იქნება და ბიუჯეტის დეფიციტი არ გადააჭარბებს 2.8%-ს. მინისტრის განმარტებით ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს აქვთ პროგნოზი, რომ ინვესტიციები მინიმუმ 2-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე 2012 წელს და დაახლოებით 2 მილიარდს შეადგენს. პროცესები, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარეობს, განსაკუთრებით ახალი წლის შემდეგ, არის ძალიან კარგი, იმედის მომცემი და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი გეგმა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში გავაჟღერეთ პირველად და შეეხებოდა იმას, რომ 2013 წლის განმავლობაში საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იქნებოდა 6%, წლის განმავლობაში აღმოჩნდება პესიმისტური და ეკონომიკური ზრდა იქნება გაცილებით მაღალი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და მთელი ჩვენი ქვეყნისათვის, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა დაპირება, რომელიც ბიუჯეტმა გაითვალისწინა, წლის განმავლობაში იქნება შესრულებული. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას სხვა თემით, ამჯერად არაპროგნოზირებადი, რისკიანი და ერთ-ერთი მიმზიდველი ბაზარი. რამდენიმე სიტყვით ასე ახასიათებენ სპეციალისტები და ანალიტიკოსები რუსულ ბაზარს. ქართული რეალობისთვის ეს საკითხი ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი, თუმცა განსაკუთრებით აქტუალური გახდა რამდენჯერმე პირველად 2006 წელს, როცა რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე ემბარგო დააწესა და ახლა როცა ბაზრის გახსნის პერსპექტივა გაჩნდა. აზრი ტრადიციულად ორად იყოფა: რუსული ბაზარი თუ სხვა ბაზრები, ან თუნდაც რა არის ცუდი თუ ორივე ერთად იქნება. თუმცა განსხვავებული მიდგომების მიუხედავად სავაჭრო ურთიერთობების აუცილებლობაზე მაინც ყველა თანხმდება. ჩვენ არაერთ გადაცემაში გვისაუბრია იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსული ბაზრის გახსნა და სავაჭრო ურთიერთობების განახლება. დღევანდელ გადაცემაში უფრო გლობალურ ჭრილში განვიხილავთ ამ თემას და წარმოვადგენთ ანალიზს რუსეთი, საქართველო და ვაჭრობა. ამაში კი ჩვენ დაგვეხმარება სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე კახა ბაინდურაშვილი, რომელიც დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია. ბატონო კახა, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის და მონაწილეობისთვის, თუმცა სანამ იმ თემაზე ვისაუბრებდეთ, რომელზეც ასე საკმაოდ ვრცელი შესავალი გავაკეთე ახლა მე, მოდით კითხავთ როგორც ფინანსთა ექს-მინისტრს. ბოლო დროს საკმაოდ ბევრი პროგნოზი გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ქართული ეკონომიკის მომავალი. დღეს ასევე განმარტებები გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, რომელმაც განაცხადა ისაუბრა დეფიციტთან დაკავშირებით, ანუ მე გავაკეთებ ციტირებას, ბიუჯეტის დეფიციტი არ გადააჭარბებს 2.8%-ს და ასევე მინისტრი ოპტიმისტურად არის განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რაც რომ 2012 წელთან შედარებით უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა. როგორ შეაფასებდით დღეს ვითარებას? პირველ რიგში ისევ და ისევ მადლობა მოწვევისათვის, რაც შეეხება ფისკალურ ვითარებას და შესაბამისად დავშვით ინვესტიციების შემოდინებას, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ბატონ ნოდარ ხადურს უნდა დავეთანხმო, ეს იმ რეალურ ციფრებზეა დაფუძნებული და იმ რეალურ ფაქტებზე, რაც დღეს საქართველოს ეკონომიკაში ხდება. არჩევნებამდე ბუნებრივია ამ შემთხვევაში 1 ოქტომბრის არჩევნებმა მხედველობაში იყო გარკვეულწილი პაუზა, რაც ყოველი არჩევნების წინა პერიოდს თან ახლავს ხოლმე. თუმცა ჩემი აზრით ეს ვთქვათ ეტაპი გადავლილია. თვითონ ბიუჯეტი დაგეგმილია საკმაოდ კონსერვატიულად. მე ვფიქრობ, ბატონი ნოდარი ამ შემთხვევაში უფრო მოზომილი იყო თავის განცხადებაში. დეფიციტის ზრდის ვერანაირ საფუძველს და ხიფათს მე ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. უფრო მეტიც შესაძლებელია ეკონომიკური ზრდა მეტიც იყოს და პირიქით ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდეს. ყოველ შემთხვევაში ის რომ ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება და რაიმე 3%-იან ნიშნულს გადააჭარბებს, ამისი არანაირი ფაქტობრივი ამ წუთას გარემო დღეს არ არსებობს და ამაზე ნებისმიერ ექსპერტ შემიძლია ვეკამათო. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ანუ როგორც გითხარით, გარკვეული პაუზა არჩევნების წინ იყო, თუმცა მე ჩვენ სავაჭრო პალატაში გვაქვს შეხება უშუალოდ ბიზნესმენებთან, რომლებიც მოდიან და ინტერესდებიან საქართველოში ინვესტიციებით. ისე ვთქვათ, პირველ თვეებში არა გასული წლის, მაგრამ უფრო შემდგომ პერიოდში და ისე ვთქვათ, წელს ან დეკემბრიდან მოყოლებული ძალიან გააქტიურებულია ბიზნესი, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის უცხოეთის ქვეყნებიდან. მაგრამ ისეთი ინტენსივობით აღარ იმართება ის ბიზნეს ფორუმები, რომელიც იმართებოდა წინა წლებში. ხომ არ იმდექნება ამის თაობაზეც, ანუ ერთი რომ ეს ადამიანები ჩამოდიან, ეცნობიან იმ ახალ მიდგომებს, რაც მთავრობას გააჩნია.
და შესაბამისად უნდათ რომ იპოვოს ახალი მიმართულებები, რომელიც ინვესტორებისთვის ნორმალურია. რაც შეეხება შეხვედრებს, ვინაიდან ეს პერიოდი მაინც უნდა მომხდარიყო, რომ ახალი პოლიტიკის შესაბამისად ბიზნესმენებს ამისთავებაზე გაიგოთ. ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ მაისში გვექნება ევროპული ფორუმი, რომელსაც სავაჭრო სამწუხარო პალატა უმასპინძლებს. გვაქვს ბუნებრივია ამაზე მჭიდრო კავშირი ეკონომიკის და ეკონომიკის სამინისტროსთან, ვინაიდან ამ კუთხით ის წამყვანი სამინისტრო, მათ შორის რა თქმა უნდა ბატონ ხადურს გავაცნოთ პრინციპში ხვალ სწორედ შეხვედრა ამ მიმართულებებს. შემდგომში ვფიქრობთ, რომ კიდევ რამდენიმე ფორუმი შეიძლება ჩატარდეს. მთლიანობაში გინდაც გასულ პერიოდს დააკვირდით ფორუმს იანვარში თებერვალში არავინ არ ატარებს პირდაპირ თქვათ. ეს არის ბიზნესისთვის ყველაზე უფრო ასე თქვათ დაბალი აქტივობის პერიოდი. ყველგან ესეა საქართველოშიც და უცხოეთშიც. შესაბამისად ჩვენ ბიზნესის გააქტიურებას ყოველთვის ველოდებით უკვე აპრილიდან, როდესაც ეს თქვათ ბიზნესის ფანჯარა იხსნება. საარჩევნო პერიოდი თუ არა, ეს ამას არ უკავშირდება. ყველა ქვეყანაში წლის დასაწყისი ეს არის ყველაზე უფრო ეს თქვათ დაბალი აქტივობა. დიდი კორპორაციები უცხოეთში თებერვალში მარტში აპარებენ თავიანთ მოგების დეკლარაციებს, ძირითადად ისინი ამნისტი და დივიდენდების მოგებით არიან გადანაწილებული და უკვე აპრილში იწყება ესე ვთქვათ გამოცოცხლება ბიზნესმენების. ამიტომ ჩემი აზრით ძალიან სწორია რომ უკვე აპრილიდან დაიწყოს ესე ვთქვათ უფრო დიდი კომუნიკაცია ბიზნესთან, თუმცა კომუნიკაცია როგორც თქვი არსებობს, ძალიან ბევრი ბიზნესმენია ჩამოსული. მე კონკრეტულად ვიცი ბევრსაც შევხვდი და აინტერესებთ ბევრი სხვადასხვა სფერო, იგივე ნავთობში, რომელიც თითქოს ვთქვათ ათვისებულია ხო მეტნაკლებად ბაზარზე გაჯერებული არიან ინვესტორები, რომლებიც ფიქრობენ ინვესტიციების დაბანდებას, ასევე ბევრ სხვა მიმართულებით, იგივე დღესაც მაგალითად საუბრობდით ტურიზმის სექტორში ინვესტიციებზე. დღეს მაგალითად შევხვდი შვეიცარიის ერთ-ერთ საინვესტიციო ფონდს, რომელსაც აინტერესებდა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ელექტროენერგეტიკული სექტორი და ესეთი შეხვედრები საკმაოდ მრავლად არის. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემ კონკრეტულად ასე ვთქვათ გრაფიკში მინიმუმ დღეში 2 ესეთი შეხვედრა არის. ისე სანამ გადავიდოდეთ რუსული ბაზრის თემაზე, საკმაოდ ისეთი ვრცელი საუბრის საკითხია. თავად სავაჭრო სამრეწველო პალატა გარკვეული განახლება მოხდა, რაღაც გარკვეული სიახლეები არის და ალბათ ძალიან საინტერესოა რა გეგმები აქვს სავაჭრო სამრეწველო პალატას. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს სავაჭრო ურთიერთობები არის ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ყველაზე ხშირად კეთდება აქცენტი. ვინაიდან მთავრობამ ბუნებრივია პრიორიტეტები შეცვალა და ამასთანავე სავაჭრო მიმართულება და ვაჭრობა დღეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად ჩვენც გადავხედეთ ჩვენს სტრატეგიას, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის ნაწილს უკვე გავაცანით ბუნებრივია ჩვენი სტრატეგია, თუმცა მანამდე ჩვენ კონსულტაციები ჰქონდა ბიზნეს სექტორთან და ბიზნეს ასოციაციებთან, რომელთა მოთხოვნის საფუძველზეც მომზადდა ეს. ვფიქრობთ, რომ საბჭოს თვითონ მთავარი მესიჯი, რაც უკვე თვეების განმავლობაში ისმის ახალი მთავრობისგან, ეს არის სახელმწიფოს ნაკლები ჩარევა ბიზნესში, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური. რაც ნიშნავს, რომ უნდა გაძლიერდეს ის ინსტიტუტები, რომლებიც ბიზნესს მისცემს თვით მართვის საშუალებას. ამ შემთხვევაში კლასიკურად სხვა ქვეყნებში ეს სწორედ პალატა არის და შესაბამისად პალატამ უნდა შეასრულოს, ასე ვთქვათ, შეავსოს ინსტიტუციონალური ვთქვათ დღეს არსებული ხვრელი, რაც ერთგვარი ხიდის ფუნქცია უნდა შეასრულოს. ჩვენ გვექნება პარასკევს უკვე პრეზენტაცია ჩვენი ახალი გეგმების გაფართოებული და 200 ბიზნესმენია მოწვეული, რომელსაც უკვე მათაც გავაცნობთ. ქართველი ბიზნესმენები, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი თემებზე, რაც ბიზნესისთვის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. არბიტრაჟის საკითხი, რაც წლების განმავლობაში იცით, რომ პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა. საუბარი, მაგრამ საუბარი რჩებოდა. თუმცა ეს ჩვენ გვაქვს ინტენსიური მუშაობა როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე ბიზნეს ასოციაციებთან, ისე სხვადასხვა იურიდიულ გაერთიანებებთან, მათ შორის რა თქმა უნდა სახელმწიფო სტრუქტურებთან და იმასაც გეტყვით, რომ პირობითად ეკონომიკის სამინისტროს ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტად მიაჩნია. ასევე არის ბევრი სხვა ფუნქციები, მათ შორის არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, იმიტომ რომ ფაქტია, რომ მიუხედავად ბევრი ხელშემწყობი რეფორმისა, რაც გატარდა მცირე და საშუალო ბიზნესის სამწუხაროდ მაინც რჩება ჩამორჩენილია განვითარების იმ ტემპებს, რაც პრინციპში სასურველია რომ მას ჰქონდეს და გვექნება ესეთი მიზანმიმართული მიდგომა სხვადასხვა სექტორების მიერ, რა თქმა უნდა, მათ შევთავაზეთ სხვადასხვა ინსტრუმენტებს, რომელიც დასავლეთში უკვე კარგად არის აპრობირებული. ევროპალადაც დაგვეხმარება ამაში, ევროკომისიასთან ჰქონდა შეხვედრები და ისინი ძალიან მოწადინებული არიან, მათ შორის იყო საუბარი ინკუბატორის გახსნაზე საქართველოში. ინკუბატორი ეს არის დასავლეთში კარგად აპრობირებული ინსტიტუცია, რომელიც დამწყები ბიზნესმენებისთვის იქნება და პრაქტიკულად ეს თქვა ინკუბაცია ხდება ბიზნესის, ანუ დამწყებ ბიზნესის ბუნებრივია არ აქვს იმდენი საშუალება
საშუალება რომ ცალკე მარკეტინგზე ფული დახარჯოს და ასე შემდეგ. ეს კრეატიული ფონდი დაახლოებით თავსებს ამას. ეს ამ შემთხვევაში უფრო ეს თქვათ კონსალტინგური სერვისია, რომ ასე თქვათ ფონდამდე მიიყვანოს ასე თქვათ ეს ბიზნესმენი და ხელი შეუწყოს მათ საბუღალტრო კონსულტაციით, მარკეტინგული კონსულტაციით ასე შემდეგ, იმიტომ რომ რთულია შენ მოსთხოვა დამწყებ ბიზნესმენს იმდენი თანხა გააჩნდეს, რომ ყველა ეს დამატებითი ეს თქვათ სერვისები რაც საჭიროა რომ ბაზარზე მიიღოს. და შემდგომში უგულისხმობა უკვე 6-12 თვის განმავლობაში, როდესაც ის ჩამოყალიბდება და ფეხებზე დამდგარია, რომ მან ეს თქვათ სიარული უკვე დამოუკიდებელი შეძლოს. მექანიზმი გააქვთ, რომ აი რაღაცა კონსულტაციების სახით ჩვენ ეს მექანიზმი, ანუ ერთი კონკრეტული პროექტი კომზათ არის, ეს არის ქუთაისში ინკუბატორის შექმნა, სადაც ძირითადად სამეწარმეო, ანუ მძიმე მრეწველობაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეთი ინკუბატორი 5-6 უნდა შეიქმნას საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სექტორების მიმართულებით. ეს გავაცაინეთ ეკონომიკის სამინისტროს და მათგანაც გვაქვს ხარდაჭერა ასევე ევროკომისიას, რომელიც ასევე განიხილავენ დაფინანსების შესაძლებლობებს. გასაგებია. დიდი მადლობა. მოდით რეკლამა გამოვაცხადოთ ჯერ გადაცემაში, ამის შემდეგ უკვე ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს, რა საერთოდ რა არის რუსეთის ბაზარი, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ზოგადად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები როგორ განიხილავენ ამ ერთი შეხედვით მიმზიდველს, მაგრამ მეორე მხარე არის კიდევ ერთი რისკიან ბაზარსაც. გადაცემა ბიზნესის რო კლავ ეთერშია, კიდევ ერთხელ წარმოგიდგენ ჩემს სტუმარს, სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე კახა ბაინდურაშვილია ჩვენი გადაცემის სტუმარი და მოდით გავაგრძელოთ თემა ამჯერად უკვე რუსეთის ბაზარი. სხვათა შორის რამდენიმე ხნის გამოქვეყნდა ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც ითქვა, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ უარყოფით სავაჭრო ბალანსი გარკვეულწილად შემცირდა. თუმცა ძალიან უმნიშვნელო შემცირებაა, მაგრამ თავისთავად სიმბოლური ფაქტია. როდესაც ესეთი სტატისტიკური ინფორმაცია გამოქვეყნდა, ამას მოყვა გარკვეული შეფასებები და გარკვეული მოსაზრებებიც იმასთან დაკავშირებით, რომ ის რომ დღეს საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ გაიხსნას რუსული ბაზარი, ეს კიდევ უფრო მეტი სტიმული იქნება იმისათვის, რომ მოხდეს ექსპორტის კიდევ უფრო მეტად ზრდა. ამას სხვადასხვა ინტერპრეტაციებიც მოყვა, თუმცა ამაზე არ გვინდა. მოდით ვისაუბროთ რუსულ ბაზარზე. როგორც უკვე დავაანონსე და ვთქვი, არა მარტო საქართველოს ჭრილში, არამედ გლობალურად რას წარმოადგენს რუსული ბაზარი. საერთოდ რა არის რუსეთის ბაზარი? მოდით ვნახოთ გრაფიკულად, ეს არის რუსეთის ბაზარი შედის მსოფლიოში პირველ 20-ში და წარმოადგენს ერთ-ერთ სწრაფ მზარდ ბაზარს. მე-17 ადგილზეა დღეს რუსეთის ბაზარი. მე-17. აი ეს გრაფიკა რას გვაძლევს, რომ ეს გრაფიკა მე მგონი პირველ კითხვას პასუხობს, თუ რა არის რუსეთის ბაზარი. რუსეთის ბაზარი რა არის, ამას გააჩნია ძალიან მარტივი პასუხი. რუსეთის ბაზარი არის მსოფლიოში მე-17 თავისი ზომით იმპორტიორი ქვეყანა და შესაბამისად უდიდესი ბაზარი. გარდა მაგისა, რუსეთის ბაზარი გახლავთ ტოპ 20-ში შემავალი ერთადერთი ქვეყანა, რომელთან საქართველოს აქვს სახმელეთო კავშირი. რაც დამატებით, რა თქმა უნდა, უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის ქართველი წარმოებლებისთვის, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის, ვინაიდან ეს სატრანსპორტო ხარჯებს ამცირებს. ანუ რუსეთის ბაზარს ჩვენ თუ ბუნებრივია პოლიტიკა ამ შემთხვევაში განზე უნდა გავწიოთ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე და არ მგონია რომ რომელიმე პოლიტიკოსსაც ამაზე რაიმე პრეტენზია გქონდეს, ფაქტია დღეს მსოფლიოსთვის, არა მარტო ქართველებისთვის, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმტაცი ბაზარი, რომელიც განსხვავებით პირობითად ამერიკული და ჩინური ბაზარებისგან, რომელიც პირველ და მეორე ადგილებს იყოფენ, არის ძალიან მზარდი, ვინაიდან რუსეთის მოსახლეობის მყიდველოვნარიანობა იზრდება და ისინი ამ შემთხვევაში თუ მიღწეული არიან გარკვეულად რაღაც ასე ვთქვათ ზედაზღვარს, რუსეთს ჯერ კიდევ ბევრი წლები აქვს აიმისოთ კიდევ უფრო გაიზარდოს, შესაბამისად ჩემი აზრით ჩვენ რუსეთს შეიძლება ვიხილოთ უახლოეს მომავალში ტოპ 10-შიც კი თავის ასე ვთქვათ იმპორტის მოცულობით. თქვენ ახსენეთ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი, ასევე ჩინეთის ბაზარი, რომელიც ძალიან ხშირად განიხილება როგორც ალტერნატივა რუსული ბაზრის. ამაში უდავოა რა თქმა უნდა ჩინეთის ბაზარი არის უზარმაზარი, ამავე დროს ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი. მოდით განვიხილოთ გარკვეული რისკებიც. ანუ რა რისკებია? რა თქმა უნდა, რისკები არის პოლიტიკური კუთხით, არის ეკონომიკური კუთხით, ასევე რაღაცა გარკვეული კომპლექსური მიდგომა არის ამ საკითხებთან მიმართებაში. რუსეთი როგორც წესი განიხილება, როგორც პოლიტიკურად, ასე ვთქვათ, ნაკლებად სანდო ქვეყანა და ამას აქვს გარკვეული პრეისტორია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ისეთი გადაწყვეტილებები რუსეთის მხრიდან, იგივე მოლდოვეთთან დაკავშირებით რო გავიხსენოთ, ხო? ჯერ დაუშვა მისი პროდუქცია, მერე ისევ აკრძალა და ასე შემდეგ.
არ არის რეალურად ეს ქვეყანა პროგნოზირებადი, მაგრამ ამავე დროს საუბარი არის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ან თუნდაც ჩინეთის ბაზარზე. აი მოდით ჩვენი გადასახედიდან რომ აი ეს ბაზრები რომ შევაფასოთ. პირველ რიგში რაც შეეხება რისკიან ბაზრებს. დიახ. არსებობს ესეთი საკრედიტო სავაჭრო საკრედიტო სააგენტოები, რომლებიც ძირითადად ესენიან სახელმწიფო უწყებები არიან. წამყვანი ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი კომპანია ეს გახლავთ ჰერმესი, რომელიც ალიანს ჯგუფის წევრი, ეს გახლავთ გერმანული საკრედიტო სააგენტო. არის ასეთივე კოფასი ფრანგული, არის აშრა ებრაული, რომელიც არა მხოლოდ ამ ქვეყნების სავაჭრო გადაწყვეტილებებზე ახდენენ გავლენას, არამედ მსოფლიოში განიხილებიან, როგორც ასე ვთქვათ, მთავარი მოდის ჩამოყალიბებული, მოდით ასე ვთქვათ, ამ სექტორზე. ისინი განსაზღვრავენ ქვეყნის რისკებს. ქვეყნის რისკებში შედის ძალიან ბევრი რისკი, მათ შორის რა თქმა უნდა პოლიტიკური რისკი, მაგრამ აქ ერთ რამეს უნდა დაუკვირდეთ. მე ამ შემთხვევაში ვაჭარი ჩემ პროდუქციას დავკარგავ იმის გამო, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობა გაფუჭდება და ერთმანეთს ომი დაიწყოს, თუ იმის გამო, რომ იქ ვიღაცა დამხვდება, დამაყაჩაღებს, თუ იმის გამო, რომ მე ჩემი პარტნიორი გადამაგდებს, ჩემთვის ამ მხრივ ზარალის ასე ვთქვათ, ფორმა არ ცვლის ზარალის შინაარსს. ანუ მე ასეც და ისეც ჩემი დაზარალებული. არც რაოდენობას. მე ისეც დავზარალდები, ასეც დავზარალდები. სწორედ ქვეყნის რისკები აერთიანებენ ყველა ამ რისკებს. ეს არის საკმაოდ რთული მეთოდოლოგია, როგორც ეს სააგენტოები ითვლებენ და შეყავთ აბსოლუტურად ყველაფერი. მაგალითად, საქართველოს რისკში ბუნებრივია შეყავთ ის, რომ გეოპოლიტიკური რისკები გვაქვს, მაგრამ იგივე გერმანიას გააჩნია, რა თქმა უნდა, ნაკლები, მაგრამ მაინც რისკები ასე შემდეგ. ხა ის, ვინც საუბრობს რისკიან ბაზარზე, მე გეტყვით, ჩამოგიტვირთ 20 ქვეყანას, რომელსაც რისკები ან არ გააჩნია, ან ძალიან დაბალი აქვს. ეს ქვეყნები არიან სინგაპური, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი, დაახლოებით ვინ შეიძლება ხალხმა ძალიან ადვილად იფიქროს. თუ არ გინდა ივაჭრო რისკიან ქვეყანაში, მაშინ უნდა ივაჭრო ამ 20 ქვეყანასთან, მაგრამ ფაქტია, რომ შეუძლებელია და მთელი მსოფლიო ვაჭრობს რისკების მიუხედავად ყველა შესაძლო ქვეყანასთან. ეხლა რისკებს რაც შეეხება, აქაც ცოტა ისეთი მდგომარეობა, ყველა ამ ქვეყნის შეფასებით რუსეთის რო ავიღებთ, მაინც ვინმე რუსეთზე უერთდება გამოკვლებული, კოფასის იგივე ჰერმესის რეიტინგებით ის შედის დაახლოებით საშუალო რისკიანი ქვეყნების ჯგუფში, სადაც რუსეთთან ერთად შედიან ესპანეთიც, იტალიაც, პორტუგალიაც და ბევრი სხვა ევროპული ქვეყანა. საქართველო რომელ კატეგორიაში? მაგასაც მოგახსენებთ. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ გადავთარგმნოთ ადვილად ენაზე, რომ პირობითად ქართველი მევაჭრისთვის ისეთივე რისკიანი აღმოჩნდეს გარიგება შეიძლება იტალიის პარტნიორთან ვიდრე რუსთან. რა თქმა უნდა, რუსეთში მომატებულია პოლიტიკური შემადგენელი რისკი, მაგრამ იტალიაში კიდე მომატებულია შემადგენელი საფინანსო რისკი. მაგრამ ამით მევაჭრეს ხა იქაური ფინანსური რისკის გამო წააგებს თუ რუსეთის პოლიტიკური რისკის გამო წააგებს, არაფერი არ იცვლება. ეს ერთი, ანუ ეს თქვათ, სატარიფო პოლიტიკაც სახელდება რუსეთში ერთ-ერთი სატარიფო პოლიტიკაც ხო, აი შეკითხვას შემდეგ რაც შეეხებოდა სად არის საქართველოს სამწუხაროდ ყველა ამ რეიტინგებში არის ბოლო ან ბოლოდან მეორე კატეგორიაში, ნუ არ თუ სახარბიელო მეზობლები ყავს სამწუხაროდ აქ. ეს ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ხო, ლოგიკურიც არის. ამდენად ეხა თუ ამ თვალით შევხედავთ პირობითად, ეს თქვა თუ პოლიტიკას გვერდზე გადავდებთ, რუსისთვის, საქართველოსთვის ვაჭრობა უფრო მაღალ რისკიანია და პირობითად თუ პარიბასმა ან სხვა რომელიმე სოციეტე ჟენერალმა დააფინანსოს, მაგალითად ფრანგის ვაჭრობა ქართველთან, ფრანგისთვის რისკი საქართველოსთვის ვაჭრობის უფრო დიდი იქნება, ვიდრე ქართველის რუსეთთან. ანუ ეს რეალობა დღეს არსებობს. გასაგებია, მოდით ქვეყნის სავაჭრო ბარიერები რაოდენობების მიხედვით გრაფიკულად ვნახოთ ეს ცხრილი და ამ თემაზეც გავაგრძელოთ საუბარი. ანუ რუსეთი პირველ ადგილზე არის ამერიკის შეერთებული შტატები. 57 ქულით. შემდეგ არის რუსეთი, შემდეგ მოდის უკაცრავად ჩინეთი არის შემდეგი 34-ით და რუსეთი არის 23-ით. ანუ ამ ეს რამდენად მნიშვნელოვანია ეს ანუ ქვეყნების სავაჭრო ბარიერები რაოდენობის მიხედვით. ნუ ეს აქ უკვე მივდივართ იმ თემასთან დაუშვათ, აი რამდენად ეს ვთქვათ სახიფათო არის თუ არა თქო რუსეთის ბაზარი და რამის სპეციალურად ყარ გვიკეთებს. ისევ და ისევ პოლიტიკური კომპონენტის გვერდზე განადების შედეგად, ეს ვთქვათ ბარიერების გარეშე ეს თეორიულად სუფთა ვაჭრობა ეგეთი რამე არ არსებობს სოფლიოში. ყველას რაღაცა პატარა ბარიერები ეს არის, რომ მე მაგალითად საქართველოში ჩვენ გვაქვს
არ აგვაქვს მაგალითად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ავსტრალიასთან. ანუ ეს ნიშნავს, რომ ავსტრალიური პროდუქტი მინიმუმ დაიბეგრება, როდესაც საქართველოს შემოვა. ხო, ეს იგი ფისკალური ბარიერი არსებობს. ცუდი გაგებით კი არა. საუბარო იმ ოფიციალურ ბარიერებზე, რომლებიც არსებობს. ანუ საბაჟო გადასახადიც არის ბარიერი. ჩვენ ბევრი ქვეყნის მიმართ მოხსენით, მაგრამ არგენტინისთვის ხო არ მოგვიხსენით? ამერიკის შეერთებულ შტატებთან საკმაოდ მაღალია ბარიერები. საერთოდ ყველაზე მეტი ბარიერი და მე გვინდა გრაფიკსაც იყო ნაჩვენები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს არის 57 ბარიერი და ის ორჯერ წინ უსწრებს მის შემდგომ მომავალ ჩინეთს ბარიერების მიხედვით. ბარიერი არ ნიშნავს აპრიორი, რომ ბაზარი არის შეუღწევადი. ბარიერი ნიშნავს, რომ იქ არის საუბარი მაპატიეთ გაწყვეტი იმაზე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აი როცა იქნება ეს ბარიერი მოგეხსენება. მაგრამ ეს ბარიერი არა ის არის, რომ ვიღაცამ ხელი გადაგიხრიოს. არამედ ის, რომ ამ ბარიერს უნდა მოერგო, ანუ იმ სტანდარტთან უნდა მოხვიდე შესაბამისობაში და მაშინ ბუნებრივია შენ გექნება შეღწევადობის უფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა პოლიტიზირება იმას, რომ რუსეთს აქვს ძალიან ბევრი ბარიერები, და ეს ბარიერები ყველა ქვეყანას აქვს და მათი გადალახვა გაცილებით ადვილი შესაძლებელია ნაკლებ პოლიტიზირების შემთხვევაში. გასაგებია, წაღან მე ვახსენე ერთ სატარიფო პოლიტიკის თემა, რომლის ანუ რუსეთი ყოველთვის რამდენად ისეთი სატარიფო პოლიტიკა არის ამჟამად, როგორ შეიძლება განვიხილოთ და პრივილეგიების თემა ახლა საქართველოს არასოდეს არ იქნება რუსეთის პრივილეგია და არც უნდა იყოს უდესეთეს სხვა ქვეყნებთან შედარებით. ასეთ შემთხვევაში ძალიან ხშირად ისმევა კითხვა იმის შესახებ, რომ აი ხომ არ მოხვდებით რაღაც პოლიტიკურ ხაფანგში და ასე შემდეგ. აი ხაფანგებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია ხო? ანუ რისკებზე უკვე ვისაუბრეთ და ნახეთ, რომ სხვაგანაც შეიძლება ესეთ ხაფანგში მოხვდეთ და ხაფანგი თუ არ გვინდა, მაშინ ისლანდიასთან უნდა ვივაჭროთ, ჯერ ეს ერთი. სხვაგან ყველგან არის მეტნაკლები ზომით ეს ხაფანგები. შეიძლება ქართველებისთვის ნაკლებად, მაგრამ ახლა საფინანსო ხაფანგში გაიხვევით პოლიტიკურ ხაფანგში, ამით შენს წაგებას, ვთქვათ, ვერ გაალამაზებ. რაც შეეხება საერთოდ ამ შემთხვევაში დავაყვნოთ ევროკომისიას, ხო ნეიტრალურია. არც პოსტ რუსია, ასე ვთქვათ, არც ქართულის მხარეს არ იხება, ხო. ევროკომისია აკეთებს ყოველწლიურად სპეციალური ბაზა არსებობს აი ამ რისკების ჩამონათვალს კონკრეტული ქვეყნებისთვის და ვის რა ბარიერები გააჩნია. ვაჭრობაში მათ აქვთ კლასიფიცირებული 18 სხვადასხვა სახეობის შეზღუდვა, რომელსაც ქვეყნები იყენებენ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მათ შორის საინტერესო არის სანიტარული და ფიტოსანიტარული ბლოკს უკავია ყველაზე მსხვილი ადგილი და მასში შედის სანიტარული ფიტოსანიტარული შეზღუდვების სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის გრაფიკულად როგორ გამოიყურება. აქ არის მექსიკა სხვათა შორის ლიდერობს, ძალიან საინტერესო. ჩვენ მექსიკასთან არ გვაქვს ხო არანაირი სავაჭრო ურთიერთობა. ხო, ამის შემხედარე მეც ვიფიქრე, რომ ალბათ ვერ ვექნება. გასაგებია. და სხვათა შორის ახლა დაიწყო საუბარი იმის შესახებ, ეს სანიტარული, ფიტოსანიტარული საკითხები კვლავ წამოიწია იქიდან გამომდინარე. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ხო საუბრობ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროპასთან, ასე შემდეგ, ეს ალბათ ძალიან აქტუალური თემა გახდება ეს მომავალში. თქვენ აი თუ შეხედავთ გრაფიკებს, აქცუალურად ჩანს, რომ ძირითადად ესე აქვთ, ყველაზე უფრო მეტი ესე აქვთ განვითარებულ ქვეყნებს, ხედავთ იქ ავსტრალიას, ხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ახალ ზელანდიას, მათ შორის საკმაოდ ლიბერალური ვაჭრობის რეჟიმის ქვეყნებად არის ისიც ცნობილი. ამ შემთხვევაში რუსეთი მოიკოჭლებს იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე ნაკლები ბარიერი აქვს, ანუ მწვანე ბლოკში არის შესაბამისად შესული, თუმცა ყველაზე მეტი ბარიერები ამ შემთხვევაში ახასიათებთ განვითარებულ ქვეყნებს. ესეც არ არის გასაკვირი, ამასაც ახლა რეალურად შევხედოთ, იცით, რომ ევროპა ყველაზე უფრო მეტად იცავს და განვითარებული ქვეყნები თავის ბაზარს. სწორედ ამ დაცვის ინსტრუმენტი ყველაზე მთავარი არის ფიტოსანიტარული კონტროლი და როგორც გითხარით, ყველა სხვა ბარიერებს შორის ფიტოსანიტარული ხვედრითი წელი არის ყველაზე დიდი, 78 ბარიერი აქვს სოფლის მასშტაბით აღწერილი ევროკომისიის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში და როგორც ნახეთ, მექსიკაში ყველაზე უფრო დიდია. თუმცა ამისი მექსიკამ რატო დააწესა ასეთი მაღალი ბარიერები? რაღაცა ისტორია იქნება, მათი ბაზრის დაცვას უკავშირდება, თუმცა ერთი რაც ხადია, რომ ეს არ ნიშნავს, რომ პროდუქტი არ შეიტანო. ანუ ამას ყველაფერს ძალიან გართულებულია ეს პროცედურა და არც ისე თუ მოდიხარ შესაბამისობაში. ანუ სადაც ჩვენ ვიყავით თავში, ეს თქვა საქართველოს სად არის ქვეყნის რეიტინგის მიხედვით ამ სავაჭრო საკრედიტო სააგენტოებში, როდესაც იქ რეიტინგი იზრდება, როგორც წესი ბარიერების გავლენა მის მიმართ კლებულობს. ანუ შენ თუ მუშაობ იმისთვის, რომ შენი რეიტინგი გაზარდოს ჰერმესმა, კოფასმა და საერთაშორისო სააგენტოებმა, აქ რუსეთი არანაირ კავშირში არ არის, შენ უკვე გეძლევა საშუალება, რომ შენი ხარისხი პროდუქციის არის გაუმჯობესებული, ესე იგი რაღაცა ბარიერი უკვე გადაიარე და გადადიხარ შემდეგ ეტაპს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახა, სამწუხაროდ აღარ გრჩება ჩვენ დრო, მაგრამ აუცილებლად დაუბრუნდებით სავაჭრო საკითხებს, მით უმეტეს თქვენ
საკმაოდ საინტერესო თემა დაანონსეთ და ახლა კვირის ბოლოს იგეგმება საინტერესო შეხვედრა ამავე დროს როგორც აღნიშნეთ იგეგმება გააქტიურება ბიზნეს ფორუმების თვალსაზრისითაც გისურვებთ წარმატებებს დიდი მადლობა და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგბრძანებისთვის გადაცემაში რეკლამის დრო რეკლამის შემდეგ ჩვენ უკვე სხვა თემით დავბრუნდებით გადაცემა ბიზნესის დრო გრძელდება და ჩვენ ვაგრძელებთ თემით ეს არის ყველაზე ისეთი დიდი და ცნობილი სკანდალი სამშენებლო ბიზნესში. პირობას ვდებ 100 დღეში ცენტრპოინტის ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება. მინდა პირობად ვუთხრა ადამიანებს, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ მიიღებს კომპანიისგან ბინები, რომ 100 დღის განმავლობაში ყველა მათგანი ბინით უზრუნველყოფილი იქნება. მე მაქვს 30,000 კვადრატული მეტრი კომერციული ფართი, რომელიც არ არის გაყიდული, ვისაც აქვს შემოტანილი მინიმალური თანხა 15,000 ან 10,000, ამისი ადეკვატური ფართი გავცეთ ხალხს. ეს განცხადება ცენტრპოინტის 50%-იანი წილის მფლობელმა მაია ჩეულიშვილმა დექსუსთან ხეშეკრულების გაწყვეტის შემდეგ რამდენიმე დღეში გააკეთა. ცენტრპოინტმა დექსუსთან ხეშეკრულებას საკონტრაქტო ვადის ამოწურვამდე 10 თვით ადრე გაწყვიტა. დექსუსის ცენტრპოინტში მართვის უფლებით 2010 წლის სექტემბერში შევიდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს საკითხი საკმაოდ აქტუალური გახდა 1 მარტს, როდესაც გაკეთდა განცხადება ამ კომპანიებს შორის გარკვეული გაყრის შესახებ. თუმცა მოდით მოვისმინოთ დღეს ჩვენ სტუდიაში ჩვენთან სტუმრად იმყოფება ირაკლი კილაურიძე, ეს გახლავთ დექსუსის დამფუძნებელი, მაგრამ სანამ მასთან გადავიდოდეთ კითხვით, მოვისმინოთ რას აცხადებს, რადგანაც სტუდიაში არ ყვავს ცენტრპოინტის წარმომადგენელი, რას აცხადებს მაია რჩეულიშვილი. ეს არის კომენტარი, რომელიც ჩვენ რამდენიმე ცოტა ხნის წინ მეცხრე ახმა ცოტა ხნის წინ ჩაწერა. შევთავაზე ესეთი წინადადება, რომ ხალხი რო დამშვიდდეს, ვინც შემგან არის დაზარალებული. გადავცეთ იმ ხალხს ეს კომერციული ფართი და შევწყვიტოთ ვალდებულება. თუ ამ ხალხს კიდევ მოუნდება ჩვენთან ერთად გაგრძელება ბინათ მშენებლობის, მაშინ დავდოთ ახალი ხელშეკრულება ბინებზე და აუშენოთ სახლები. ჩვენ მოვისმინეთ ცენტრპოინტის დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის კომენტარი. ახლა კი გადავუბრუნდებით სტუდიას და ჩვენი გადაცემის სტუმარი კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ირაკლი კილაურიძე, დექსუსის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მოდი ირაკლი, სანამ თქვენს კომპანიებს შორის წარმოქმნილ ამ გარკვეულ არ ვიცი გაუგებრობა უწოდა, დავა უწოდა, როგორ მოიხსენიო. ვისაუბრებდეთ, მოდით ვიკითხოთ, დავსვათ კითხვა იმის შესახებ, რომელიც აინტერესებს ალბათ ყველა იმ ადამიანს, რომელიც თქვენი კლიენტი არის და რომელთანაც გაქვთ ალბათ გარკვეული ვალდებულებები, რამდენად უმტკივნეულოდ მოხდება ეს ასე ვთქვათ ეს პროცესი, როდესაც ორი კომპანია რაღაც გარკვეულ განცხადებას აკეთებს და წყვეტს ერთმანეთს გარკვეულ თანამშრომლობას. გამარჯობათია. პირველ რიგში მინდა დავაზუსტო, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა სამხრივად, ანუ დექსუს არ გაუწყვეტია ხელშეკრულება. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ჩვენთვის ცოტა ახალი ამბავიც იყო, ანუ სიურპრიზიც იყო. მე ვთვლი, რომ ამ ნაბიჯით რჩეულიშვილებმა აიღეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ერთი არის, რომ როცა შედიხარ დეველოპერულ ბაზარზე იწყებ მშენებლობას, პირდაპირ მომხმარებლებს რა უშენებ სალს, იღებ წინასწარ თანხებს, შემდგომ გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით ვერ ახორციელებ ამ დანაპირებს, ანუ ვერ ასრულებ შენვალდებულებას, აღიარებ ამას, რომ ვერ ასრულებ, მოყავს შენზე უფრო ძლიერი ჯგუფი იმისათვის, რომ ეს შექმნილი პრობლემა თქვენ საკმაოდ გარისკეთ მაშინ, როდესაც კრიზისის მდგომარეობაში კომპანია, ასე ვთქვათ, აიღოს მართვაში და გამოასწოროს მდგომარეობა. ნუ ეს ერთი ნაწილი არის, და საკმაოდ ლოგიკური ჯაჭვი არის, მაგრამ მეორე არის, რომ როცა რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს და ფაქტიურად გადამწყვეტ ფაზაში შედის და 6,000 მომხმარებელი ოჯახი ელოდება თავის ბინას, საიდანაც 1/3 უკვე დაკმაყოფილებულია, 1/3 მშენებლობა მიმდინარეობდა, როცა გაწყდა კონტრაქტი და დანარჩენი 1/3 ვაპირებდით, რომ განგვეახლებინა კონტრაქტი. ეხლა რა იქნება? ამ გადაწყვეტილებით ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღეს თავიანთ თავზე. მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი გზა აქვს ის, რასაც პირდებიან მომხმარებელს, ძალიან ჩქარა დააკმაყოფილონ ეს ხალხი. მე სიმართლე რომ გითხრათ, ხა მაგათი გეგმები ზუსტი გეგმები ხა მაგათი, ასე ვთქვათ, სტრატეგიის შესახებ არა მაქვს, თუმცა თუ ასეთი აქვს, ეს ძალიან დეტალურად გაწერილი უნდა იყოს, ქაღალდზეც გადატანილი, გააზრებული, რესურსებზეც ნაფიქრი, გუნდიც შექმნილი, რომელიც ამას ყველაფერს განახორციელებს. იმედია, რომ ეს ყველაფერი აქვს რჩეულიშვილებს. და ამ გადაწყვეტილების შემდეგ მე არ ამგონია, რომ რომელიმე მომხმარებელმა
ან საერთო საზოგადოებამ რაიმე მიზეზი აწმოისმინოს შეულიშვილების მხრიდან, თუ რატო ვერ აკეთებენ და ვერ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას. მე ვფიქრობ, ძალიან დიდ ვალდებულებებში და ძალიან დიდ პასუხისმგებლობა აიღეს თავიანთ თავზე. კიდევ უფრო მეტი ვიდრე ქონდათ. იცით რა არის? აი ერთი კითხვა, ასე ვთქვათ, მაწუხებს მე. 705 ასახელებს მაიერ რჩეულიშვილი. თქვენი გათვლებით არის 2200 ადამიანი კვლავ დარჩენილი. 2000 დარჩენილი. ანუ მე ეს სულ ჯამში 6 ვერ გეტყვით, სიმართლე რომ გითხრათ, ნუ ბოლო 2 წელიწად ნახევარია ჩვენ ამ პროექტს ვახორციელებთ, 6000 მომხმარებელი დაგვხვდა და უკმაყოფილებელი. როგორც მოგახსენეთ უკვე 1/13 თქვა დაკმაყოფილდა, მშენებლობა დასრულდა ყოველ შემთხვევაში, მეორესთვის მიმდინარეობდა და 1/13 ვაპირებდით, რომ ანუ თუ ჩავთვლით, რომ ის 2/13, რომელიც ჩვენ უკვე ფეხს ასე ვთქვათ, თავის გზაზე დავაყენეთ და მისი რეაბილიტაცია ფაქტიურად გადაწყვეტილი თემა იყო, ამის გარდა კიდევ 2000 ადამიანი და ოჯახი რჩება. ანუ თუ რომელ 700 მომხმარებელზეა საუბარი, ზუსტად მე ვერ გეტყვით. მინიმუმ თუ ჩავთვლით იმას, რომ დექსუსმა ცენტრპოინტის 2/13 დააკმაყოფილა, რჩება 1/13, რომელიც მინიმუმ 2000 მომხმარებელი არის. აი ძალიან მაინტერესებს ამ ზოგადად არ ვიცი, ახლა თქვენ პასუხისმგებლობას ამ ადამიანებზე, რომლებზეც არის საუბარი, ალბათ უკვე მოიხსენით, იმიტომ რომ ეს ცენტრპოინტმა გააკეთა განცხადება, რომ ის დააკმაყოფილებს. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, გულის სიღრმეში ჩვენ გვინდა, რომ ეს პროექტი წარმატებულად დასრულდეს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი წვლილი მიგვიწვის ამ კომპანიის რეაბილიტაციაში და გულახდილად გეუბნებით, იმ ხალხსაც მინდა, რომ ეს ბინები საბოლოოდ დაუმთავრდეს და მიეცეს საშუალება, რომ მართლა თავიანთი ფართები მიიღონ. თუმცა აი ამ გადაწყვეტილებით რასაკურველია ყველა პასუხისმგებლობა გადაწყვეტ რჩეულიშვილებზე, ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ, იქნება ეს გადაბარების პროცესი თუ შემდგომ კონსულტაციების გაწევა, რომ ეს პროცესი კარგად და ასე ვთქვათ, გეგმაზომიერად ჩაბარდეს, ისევე როგორც ჩვენ ქონდა დაგეგმილი. თუმცა ბევრი კითხვისმშობი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მეც საზოგადოებასაც და მომხმარებლებს აქვს მათ გეგმებთან მიმართებაში. თუ არის ცნობილი, ანუ რაღაცა კონკრეტული რესურსი, გარდა იმ კომერციული ფართებისა, რაც დასახელდა, ანუ რა რესურსი შეიძლება გააჩნდეს ასეთ შემთხვევაში და კიდევ ერთი კითხვა მექნება თქვენ, როდესაც ახორციელებდით, როდესაც გადაიბარეთ 2010 წელს, გახდით ერთგვარი გადაიბარეთ ის ვალდებულებები, რომელიც ჰქონდა ცენტრპოინტს, საკმაოდ ისეთი თანხები დაიხარჯა თქვენს მიერ, საუბარი არის ჯერ მარტო რეაბილიტაციაზე, მე შეიძლება არ ვიყო ისეთი ზუსტი, თქვენ უკეთესად ფლობთ ამის შესახებ ინფორმაციას რა დახარჯეს ამ მთლიანობაში 23 მილიონი ლარი დაიხარჯა. როგორ მოხდება ასეთ შემთხვევაში ამ ფინანსური საკითხების გარკვევა? ეს თუ გაქვთ გარკვეული? ხომ არ წარმოიშვება რაღაცა გარკვეული ის ხომ არ შეიქმნება კომპანიებს შორის ისეთი პრობლემები, რაც შეეხება სასამართლო დავა და ასე შემდეგ? თუ პირველ რიგში ალბათ უფრო სწორი იქნებოდა, რომ ჩვენ ამ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მინიმუმ რამოდენიმე თვით ადრე მაინც გვცოდნოდა. იმიტომ რომ როცა ვლაპარაკობთ ამ ხელა დიდ ოპერაციებზე, ამდენი ხალხია დასაქმებული, ამდენი მიმდინარე მშენებლობა, ამდენი ხალხი ელოდება თავიანთ ბინებს, უცებ გაწყვიტო ხელშეკრულება და ამის შესახებ შენმა პარტნიორმა გაიგოს ტელევიზიით ან რაიმე სხვა, მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორი არის პირველ რიგში. მეორე მხრივ, სულ პრაგმატულად რო ვთქვათ, ეს ხელს უშლის გადაბარების პროცესს. ჩვენ რო გვცოდნოდა, რომ ხელშეკრულება წყდება და ეს მათი ნება არის სასაკურველია. ხელშეკრულება რო წყდება 10 თვით ადრე, იმ ხელშეკრულებაში ხო არის ჩადებული რაღაც დამცავი მექანიზმები? კი, არის დამცავი მექანიზმები და რასაკურველია ხა სულთა იურიდიულად რომ მივდგეთ, რჩეულიშვილები დაჯერიმდებიან და ამაზე ვარსაც არ ამბობენ. თუმცა თვითონ პროცესი უფრო კარგად ასე ვთქვათ მოხდებოდა ამის ყველაფრის გადაბარება და შანსი იმისა, რომ ეს ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, უფრო მაღალი იქნებოდა. იმ შემთხვევაში ჩვენ უფრო ადრე გვცოდნოდა. რაც შეეხება იმ ინვესტიციებს, რომელსაც ჩვენ ვიზიდავდით პროექტში, ამ რეაბილიტაციის განსახორციელებად, ამ ინვესტიციების ნაწილი ასაკურია დაბრუნებული არის უკან ინვესტორებთან, იმ პირობებით, რა პირობებითაც ჰქონდათ, რაღაც ნაწილი დარჩენილი არის. თუმცა ჩვენ გვაქვს ყველანაირი ჩვენ გავიღეთ შეულიშვლებისგან გარანტია და ეს სერიალობითი გარანტიები არის, რომ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც კომპანიას აქვს, რომელიც წარმოშობილია ჩვენი მართვის დროს, რომელიც ხმარდებოდა რეაბილიტაციაზე, მოხდება მათი ასე ვთქვათ კორექტული და ვადაში გასტუმრება. თუ ამას ვერ მოახერხებენ ან არ მოახერხებენ, რასაკურველია ჩვენ ვიტოვებთ კიდევ იურიდიულ და ფინანსურ სანქციებს, რომ მოახერხოთ და ეს ფულები ჩვენი ინვესტორებისათვის ამოვიღოთ. თუმცა ეს არ უნდა მოხდეს რასაკურველია მომხმარებლების ხარჯზე. მოდით ახლა თავად თქვენს კომპანიაზე, თქვენც ყავთ, თქვენ ხართ სამშენებლო კომპანია და ყავთ ადამიანები, ვის წინაშეც გაქვთ ვალდებულებები და ამ ადამიანებს ალბათ გაუჩნდათ გარკვეული შეშფოთების და შიშის საფუძველი, მას შემდეგ რაც გაკეთდა განცხადებები და სხვათა შორის უკვე გაიჟღერა იმანაც რაღაცა მშენებლობების დაკონსერვებაზეა საუბარი. როგორ გააგრძელებს დექსუსი საქმიანობას? ანუ
ამ მიმართულებითაც რამდენიმე სიტყვით ეს არის საკმაოდ ისეთი დექსუსი მოგეხსენებათ ხა ცენტპოინტი ჩვენი ერთ-ერთი პროექტი არ იყო, უბრალოდ ცენტპოინტი იყო ერთ-ერთი გახმაურებული პროექტი და ამიტომაც ასე ვთქვათ ცნობილი არის, თუმცა ჩვენ გვაქვს სხვა პროექტებიც, რომელსაც დექსუსი აგრძელებს მათ განხორციელებას. დექსუსი არის ჯგუფი, უძრავი ქონების ჯგუფი, რომელიც შედგება სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებისაგან. ერთ-ერთი არის ასე ვთქვათ გაჩერებული მშენებლობების რეაბილიტაცია. და ამ ბიზნესის ერთ-ერთი პროექტი იყო ცენტპოინტი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს საკმაოდ ძლიერი სამშენებლო კომპანია. კომპანიებშიც ხო არ ხართ შესული, ანუ გაჩერებული? კი, გვაქვს რამოდენიმე პროექტი. გვაქვს საკმაოდ ძლიერი სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია, გვაქვს ასევე დეველოპერული კომპანია და ძალიან მალე, ალბათ უკვე რამოდენიმე კვირაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევქმნათ სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც მოხდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უძრავი ქონების ბაზარზე საქართველოში, რომლის დიდი ნაწილის ინვესტირება მოხდება, ასე ვთქვათ, გაჩერებულ და შეჩერებულ მშენებლობებში. ასე ვთქვათ, ეს ჩვენი ერთ-ერთი ბიზნეს მიმართულება არის და მეორე ასევე ახალი დეველოპმენტის, ახალი პროექტების განვითარებაში და მათ მშენებლობაში. საიდან მოიზიდავთ თქვენ, ანუ ეს მე და ჩემი პარტნიორები რესურსია, ეს პარტნიორები უცხოელი დამფინანსებლები, ანუ ეს დექსუს მართავს 8 პარტნიორი, რომლებსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ამ ბაზარზე, უძრავი ქონების ბაზარზე, აქვს ძალიან კაი მიღებული განათლება, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. გვაქვს ძალიან ბევრი კონტაქტი ინვესტორებთან, დეველოპერებთან და სხვადასხვა ტიპის პარტნიორებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩვენთან პარტნიორობით საქართველოს ბაზარზე. ჩვენი რესურსებით, ჩვენი ნაცნობობით, ჩვენი გამოცდილებით ვახერხებთ იმას, ვარწმუნებთ, რომ დღეს საქართველოს საინტერესოა ინვესტიციებით, მიუხედავად იმისა, საკმაოდ რთული მდგომარეობა დღეს უძრავი ქონების ბაზარზე, თუმცა არის შესაძლებლობები, რომ აქ აკეთეს ბიზნესი, ჩაიდოს მომგებიანად ფული და ინვესტორმა მომგებიანად გააკეთოს ინვესტიცია იმ ბიზნესებში, რასაც დექსუსი, იმ პროექტებში, რასაც დექსუსი მათ თავაზობთ. ანუ შეფერხება დექსუსის პროექტებს არ ექნებათ, რეზიუმე სახით რო გავაკეთოთ. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ახალ პროექტს დავიწყებთ და ის დრო, რაც გვეხარჯებოდა ცენტპოინტზე, რომელსაც პირდაპირ გეტყვით, უფრო ნაკლები ფინანსური შედეგი ჰქონდა ჩვენთვის ვიდრე სხვა პროექტებს და გამოგვინთავისუფლდა ძალიან ბევრი დრო, რომელსაც უფრო ეფექტურად დავხარჯებთ, უფრო მომგებიან პროექტებზე, რომელსაც დექსუსს ექნება. ისეთ თუ არის გაანგარიშებული, ეს ბოლო კითხვა მექნება, რა თანხის სანქციის სახით, რა თანხის გადახდა მოუწევს ცენტპოინტს? ეს ჯერ კიდევ დათვლის პროცესში არის და მე არ მინდა რაღაც წინ გავუსწრო. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა თქვენ. ნახვამდის. დღეს გადაცემა ბიზნესის დრო დასრულებულია, მე ხვალამდე გემშვიდობებით.